ჩვენი შემდეგი სტუმარი არის ელენე კროტენკო კასრაძე, რეჟიმის კიდევ ერთი პატიმრის ვეფხვია კასრაძის ცოლი. ვეფხია ცხინვალის თეატრის მსახიობია, გამარჯობა, მოუყვები მასზე ცოტას, რომ ის სოფელ ერგნეთში გაიზარდა და იბრძოდა აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში. ვეტერანის სტატუსიც აქვს და საოკუპაციო ხაზთან არ მიუტოვებია ომის შემდეგ სახლი და მასთან ერთად ცხოვრობთ თქვენ იქ ხომ? ვეფხია კასრაძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, მადლობა ჩართვისთვის, დავიწყოთ იმით, როგორია მისი მდგომარეობა, ბოლოს როდის ჰქონდათ მასთან კომუნიკაცია, ან თუ შეძელით მისი ნახვა? დიახ, 15-ში ბავშვს დაბადების დღე ჰქონდა ჩემო უმცროსს და ჰქონდა ვიყავით მივაკითხეთ იზოლატორში და ძალიან ბედნიერი დარჩა ჩემი ბიჭი. მამას პირისპირ შეხვედრა ჰქონდა და აქედან გამომდინარე ძალიან ბედნიერი გამოვიდა იქედან. როგორია მისი მდგომარეობა და განწყობა კი? ხნედ არის? ხნედ არის და მამშვიდებს, მამხნევებს ყველანაირად ცდილობს რომ მეც მაგრად ვიყო დავდგე. დიდი მადლობა. კი ბატონო, ის ამბობს რომ ადვოკატს უთხრა ასეთი სიტყვები, რომ ისეთი განცდა მაქვს, რომ კი არ დამაპატიმრეს, დამატყვევესო. დიახ. ტყვედ გრძნობს ის თავს, ხომ და არ აღიარებს იმ ბრალდებებს, რა თქმა უნდა, რომელიც აქვს მას წაყენებული. დიახ, ნუ რა თქმა უნდა, ეს უსამართლობის განცდა უსასრულოდ მტკივნეულია ჩემი მეუღლისთვის, ოჯახის წევრებისთვის, ჩემთვის ეს რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სრულ აბსურდში ვარ და აქედან აბსურდის თეატრის მონაწილეა ჩემი მეუღლე და ჩვენც პერსონაჟები გავხდით რაღაც მასთან ერთად და აქედან გამომდინარე ნამდვილად ძალიან რთულია ამის სატანა, ნამდვილად უსამართლოდ, აბსოლუტურად სრულიად უსამართლოდ განხილვა ჩატარებულა სასამართლოში უბრალოდ რაღაც ბრალდება წაუყენეს, რაღაცა გამოიგონეს ბინძური საპნის ბუშტი და დამთავრდა ამით. შემდეგი სხდომა როდის არის დანიშნული? შემდეგი დანიშნულია 6 მარტს. და კი ბატონო, ელოდებით. დიდი პერიოდია საკმაოდ. იცით რაზე უნდა კითხოთ? თქვენ, როდესაც თქვენი ქმარი დააკავეს, მას შემდეგ ლაპარაკობდით იმაზე, რომ თქვენ გითვალთვალებდნენ, თქვენს სახლთან ახლოს ხედავდით უცხო მანქანებს. თქვენ უკავშირებდით იმას, რომ თქვენც იყავით ჩართული საარჩევნო პროცესში, დამკვირვებელი იყავით და რადგან უცხოენის სპეციალისტი ხართ, აწვდიდით ინფორმაციას ამ უცხოელ დამკვირვებლებს ძალიან აქტიურად. ახლა რა ხდება ამ მიმართულებით? თუ გრძნობთ კიდევ უცხო პირების მხრიდან თვალთვალს ან რამე სახის ჩარევას თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში? მან საბურავი ახლა ამ წუთში მე პირადად უკვე ვერ გრძნობ. რაღაც მომენტში შეწყდა და ვიგრძენი რომ რაღაც თითქოს დასრულდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ რამოდენიმე დღე იყო რაღაცა დღე და ღამე და რაღაც ძალიან გრძნობდი ამას. მაგრძნობინებდნენ ყოველ შემთხვევაში, ძალიან მაგრძნობინებდნენ და ნუ ერთ დღე საბედნიეროდ რაღაცა შეწყდა ეს შეტევა ჩემზე. მე არ ვიცი, მე ასე ვიგრძენი და ეხლა საბურავი მქონდა გამოსაცვლელი და რაც ნათესავმა გამოცვალა საბურავი და იქვე რაღაცა ვიგრძენით რომ შავი ჯიპი ჩამოდგა და გვინდოდა მანქანის გაყვანა, რაღაც გატარება გვინდოდა ქალაქში ცოტა რაღაც უბანში, მაგრამ ნუ ფაქტიურად რაღაც ამის საშუალება თითქოს არ მოგვეცა, რაღაც შავი მანქანა ეგრევე დადგა. დიახ. ჩემი მეუღლის მანქანასთან, ნუ ფაქტს ვადასტურებთ, ასე რომ ვთქვათ. და ნუ მეორე დღეს ჩემი სიძე იყო, ჩემი დის ქმარი იყო, მეორე დღეს დილა გათენდა, უკვე დაურეკეს ჩემს სიძეს. სოციალური გამოკითხვა ჩაუტარეს ტელეფონში. კითხეს, ჩვენო გვაინტერესებსო რუსთაველზე რაც ხდება უცხოელი სიტუაციასთან დაკავშირებით, რა აზრის ხართ? ნუ ჩემმა სიძემ უპასუხა, რომ მე მაქვს უფლება, რომ ჩემი აზრი ჩემთვის შევინახო და ამ მოქალაქეობრივი უფლებით ვისარგებლებ თუ შეიძლება. მე კიდე გაითიშა ტელეფონი, ცოტა ხანში კიდე დარეკეს ვიღაცებს კითხულობენ და მოკლედ ცოტა ხანი. ანუ თქვენი აზრით ინტერესდებიან ყველას პოზიციით, ხო? თქვენს გარშემო არის თქვენი ოჯახის ახლობლების პოზიცია. დიახ, ნუ ფაქტია, დიახ.
სამწუხაროდ ასია. თქვენ აგრძელებთ საქმიანობას კვლავ სამოქალაქო სექტორში, აქტიურად საქმიანობთ ახლა კიდევ? ეხლა ამ პერიოდში, აი არჩევნების პერიოდში საკმაოდ გვერდში უდექი ჩემეუღლეს და ჩემი შვილებიც კი ჩვენ ერთად დავდიოდით ყველგან საარჩევნო კამპანიას სამ შვილთან ერთად ვატარებდით მცირეწლოვან შვილებთან ჩართულები იყვნენ ბავშვებიც კი ეხლა ამ ეტაპზე არა ეხლა ამ ეტაპზე როდესაც საშუალება მაქვს ვცდილობ რომ რუსთაველზე მაინც ჩემ შვილებთან ერთად გავიდე. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ჩართვისთვის. იმედია მალე ნახავთ თქვენს ქმარს თქვენთან ერთად სახლში. ელენე კროტენკო-კასრაძე, ვეფხისტყაოსნის კასრაძის თავისუფლებას აუცილებლად ჯერამ ის. იმედია, მადლობა.